ახლა მე მოგიყვები კუსკუს ლეგენდის შესახებ. ძალიან დიდი ხნის წინ, როცა ჯერ დედამიწას არც მანქანები იყო, არც მაღაზიები, არც ქალაქები. ცაში წინავდა პატარა ვარსკვლავი, რომელსაც ყველა ეძახდა თამაშების ვარსკვლავს. ვარსკვლავს უყვარდა ბავშვები და ყოველ ღამეს სიზმრებში უგზავნიდა ფერად სათამაშოებს. ერთ ღამეს ძლიერი ქარი მოვიდა და ვარსკვლავი დაიშალა. ასობით ფერად ბურთა, რომლებიც დედამიწაზე ჩამოვარდნენ. ამ ბურთებს დაერქვათ კუსკუები. თითოეული პატარა სათამაშოები და დოსნური ბზინვალება იყო. კუსკუები განსხვავებულები იყვნენ. ზოგი ხმას გამოსცემდა, ზოგი კი მწყინავდა. მაგრამ არსებობდა ერთი ლეგენდა. ყველას კუსკუს შორის იყო ერთი განსაკუთრებული. ვარდისფერი კუსკუ, ოქროსფერი შუქით შიგნით. მართალია კიდევ იყო ვარდისფერი კუსკუები. მაგრამ ის განსაკუთრებული იყო. ამბობდნენ, რომ ვარდისფერ კუსკუს ჰქონდა ძალა, რომელიც იცავდა ყველა დანარჩენ კუსკუს ნელისგან და მის გაქრა. მხოლოდ ლეგენდას დარჩა. ბავშვები, რომლებიც თამაშობენ კუსკუებით, ხშირად ამჩნევენ პატარა ნიშნებს, ცხოველების ფორმებს, სტიკერებს, პატარა თოჯინებს. ისინი მხოლოდ მინიშნებებია, რომლებიც ვარდისფერ კუსკუსკენ იგიც ითევენ. დღემდე ამბობენ, ვინც პოულობს, ხსნის პირველს ვარდისფერ კუსკუსს, აიგებს თამაშების ვარსკვლავებს, საიდუმლოს და ეძლებს აცოცხლოს კუსკუები. ჯადოსნური სამყარო.